შეიძლება ვინმე თქვას, რომ აი მე სადაც სამშენებლობა მიდის, იქ ახლოს ბავშვს არ ვატარებ. ეს არ არის სწორი, ესე ვთქვათ, რაღაცა თეორია, იმიტომ რომ ის სამშენებლო ნაწილაკები მთელ ქალაქში შემდგომში ვრცელდება. ამიტომ მე მშენებლობიდან 100 მეტრში გავატარებ ბავშვს, მშენებლობიდან 800 მეტრში დაბინძურება მაინც ერთი და იგივე არის. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის მაინც უნდა მოვერიდოთ ზოგადად უბანს, თუმცა ეს თბილისში ცოტათი წარმოუდგენელი არის დღესდღეობით, სადაც მიმდინარეობს მშენებლობები. მნიშვნელოვანი არის ჩვენ ვატაროთ პირბადეები ქუჩაში იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ სწორედ სასუნთქი გზების დაბინძურება, თუმცა აქ გვაქვს ჩვენ ძალიან დიდი დისონანსი. იქედან გამომდინარე, რომ მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტრო გვიკრძალავს პირბადეების ტარებას, დაავადებათა კონტროლი რეკომენდაციას არ გვაძლევს, მაგრამ ექიმებმა ძალიან კარგად ვიცით, რომ აუცილებელი არის პირბადის ტარება, ხო? ამიტომ აქ ორი ერთმანეთისგან გამომრიცხავი, ესე ვთქვათ, რაღაც გვაქვს ჩვენ საშუალებები, ხო? მაგრამ აუცილებელი არის, ნახეთ, ამ სეზონზე განსაკუთრებით აუცილებელი არის პირბადით სიარული გარეთ იმისათვის, რომ თავი დავიცვათ სხვადასხვა ვირუსებისგან და აი ამ დაბინძურებული ჰაერისა და გარემოსგან.